დილამშვიდობის სახალხო. მერტმა გამშვიდობია. ზვარი ეწერა ჩემი თოლითა. მაჟი გოგის გაუმარჯოს. ო. აბეთი გამიშიჯე, როგორი არაღია. სიმწარე გაშორა სირბო მოგწე. იცოცხლე. ხატის გამჩენმა. როგორია? ო. კარგია. გამარჯობა ზაშებო. დილამშვიდობის აბიბღაი. აპარეკ დამოიღე. მაჟი გოგის გაუმარჯოს. მერტმა გაგიმარჯოს. მაიტა ედოქი. ხანდახან არ დაგიფასებენ კაჩრომას. მეტი რა გინდა? კედლები თაყვებული მკერდი გაქვს. ეგ რა არის? მე რო შრომა დამფასებიყო. აკი არ უნდა ვიждეთ თქვენთან. მაშ სადუნაი. იქა? 12 წელიწადი წყალქვეშაგენის კაპიტანი ვიყავი. 12 წელი არა მომიყვია წყლიდან თავი. დღეს რომ ამ წყლის ძირას ვიყავი, ხვალ ეგრე ვიყავი, ჰე? ორ ქალაქები და ქვეყნებია წყალქვეშ რომ იცოდეს. ერთი არ გაჩერდებოდით აქ. დღესვე ჩასვივოდით წყალში. მაგრამ რა გამოგივათ რა არაფერი. თქვენი იმათიან არიცით, იმათ თქვენი ვერ გაუგებთ ერთმანეთს. ჯობია ესე ვაკეთოთ. გინდა ენას რო იცოდე. მერე ზღვასებერი აქ. ზღვა რაღა გინდა ზათო. აგერ ნარიანის მთაზე ტბა რომ არის, შეგიძლიათ იქ ჩაწვიდეთ. ეგ ტბა ისე ძირის პატრონია რომ პირდაპირ ზღვასთან აკავშირი. აბა შენახარაი. განა ერთხელ შემომიცურია მაგ ტბაში და ორჯერ, მაგრამ თავის ამოყოფა არ შეიძლებოდა. საიდუმლო დავსურავდი. ზოგჯერ წყებსების ლაპარაკი გამიგონია ტბის ნაპირთან, მაგრამ თავს ხომ არ მოყოფდი. ერთი ქალაქი მაგ ტბის ძირშიაც არის. იქ არავინ არ ჩავარდეთ, თორე სულ ერთია თქვენი იმათიან არიცით, იმათ თქვენი და ვერ გაუგებთ. ვერ შეეწყობით ერთმანეთს. მაინც როგორი ენა? რა ენაზე ლაპარაკობენ? აი სერიო, მისე. ეგ რაღაცა ინიშნავს, კაცო. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ კაცს ისე ვერ აფასებენ, როგორც უნდა აფასებდნენ. ერთხელ მახსოვს წყალქვეშ ზემოდან წყებსების ლაპარაკი შემომესმა. ამოვყავი თავი. მივიხედე. გუდამაყარში არ ყოფილ ვარ. აიღეს და წყალქვეშა ფლოტიდან გამომაგდეს. არ უნდა მოგეყო. ენდე თქვენა და ენდე თქვენი გემი და წამოვედი. მერე რა მოხდა? მერე საეროფლოზე გადამიყვანეს. მერე? არც იქიდან გედი მეგიყო? არა. არ უნდა გადმომეყო. შესადგილას. მე მაინც გადმოვყოფ. ვერ გავწევი. ხო და რო ვერ გავწევი და გადმოვყავი, იმიტომაც ავზივარ თქვენთან. შენ ჭრელა, შენ რას დაგიხარ იქით აქეთ უპატრონოს არის. აჯანს კაცანის კიდე არ მოიდი შობდელ ნაშობი. ჩემთან რო კაკანებ და ხეთთან წერხებსადებ. მაგას თავი ხვარტავაკინკე, მაშინ სარდალი არ ვიყო. არჩენა მხრიდან ჭრელები, არჩენა მხრიდან ფეთრები, აბა მომყავი. ახალ აღარ მოიხერი შენ საფასაში. ეხლა გაგმოსოფელში გიჯიბა ცალაშქო. აბა მომყავი. მაგის შიშით ახალი. არასდე კალო. ვიღავათ ერთენი ფერდავათი. შენი სიცხლიგა, შენ გაგიჩნდა ქათმის ჭირიშია. Раз, два, три, раз, два, три, раз, два, три, раз, два, три, раз, два, три. დედავატირეთ ხენი. იხედეთ ხალხო. ხალემ დავიხოცავ ეს შობელძაღლი ესა. ხალემ დაიხოცავსო. აიოსერეთ ხალემო. დედავატირე მოიცათ მოიცა დაგიგერთ ეხლა. იქ არ მომიჭირო შენ მამა ძაღლო იგაბეს გალილეი სადახართ ხალხო გამოუსწრაფი სოფელი ვაჟიგო თავისი ამბებით ბებხაი თავის ხუთასია
გამარჯობათ ხალხო. აბა ახალი დარდები თუ გაქვს? ჯერმე. ო, გალილეი, კიდე მიგაბ ეს კაცო. მივაბე სამათი დედავატე. მოიცა გალილეი. ეხლავე. მე ის მადარ. მოიცა. ჯერ დარდის ნომერი ჩავიწეროთ. მაშ ესე. დარდი ნომერი 1671. გაჩოხლებული გალილეი. აბა რა გადარდებს? მე ის მადარდებს, რომ ალექსანდრე მაკედონელი აღარ არის. ნაპოლეონი მოკვდა. მე დატოვებული ვარ. სულ ეგარი. ხო, სულ ეს არის. აბა მეზობლებო, დიდი ხანია აქ არა ყოფილვართ. რა დარდები გაქვთ ახალი? დარდი ნომერი 1672. ჩოხელი, ვაჟი, გოგი. აბა მითხარი რა დარდი გაქვს? ისე ისა. ისა? მოდი მაინც ჩავიწეროთ. ჩაიწერე. აი სერიო. ისერიო. მისერ. რა დარდია? ეგ რა დარდია. შენ რა გადარდებს ვიბღავ? მე ისევ იმ სახლის დარდი მაქვს. ხალხო, მოდით ავაშენოთ ერთი დიდი სახლი. შევიდეთ და სულ ყველამში გვიცხოვოთ. რამდენი ოთახი იქნება? 500. რაც სახლები გვაქვს, ყველა უნდა დავშალოთ. მე ყველაფერი მოფიქრებული მაქვს. მაშა, ჯერ მარტო სასადილოსთვის 20 ოთახია გამოყოფილი. კი, მაგრამ ამბე რა თქვინდა? თუ ჭამა არის, ჭამა იყოს. პირველ ოთახში ფეხზე გაიხდი. მეორეში ზედა ტანსაცმელი. მივღავ. ქალებმაც უნდა გავეხადოთ. არა. ქალებმა ისე რა შიგადაში. მე არაფერსად არ გავიხდი. მომეშვი ქალო. მაგას თუ უსმენ მიბღაი. მეხუთეში რა იქნება, მეხუთეში? მეხუთეში ყოფსების ოთახია. აიღებ ყოფს და გახვალ მეექვსეში. იქ თეთრები აწყვია. აი ეგ გახვები. მეათე ოთახში რომ მიხვალ, იქ წვნიანი ქვაბი დაგხვდება. მე-16-ში ხინკალი. მე-17-ში მწვანი. აი, მე-18-ში ვაშლი. ხო და გახვალ მე-19-ში. იქ გაშლილი ლოგინი დაგხვდება. მიწვევი და მიიძინებ. ესე იგი მიიძინებთ. რატომაც არა რა. ხო და დაგახლեք თავებს. შენ რა გადარდებს, ლეო? ფერც არ მადარდებს. ვიერე და იმ. აი იმ დიდი სახლის დარდი მაქვს, ხალხო. ერთი ეგეთი სახლი არ ვაშენებინა და ცხოვრებით სიამკბილობით. დარდი ნომერი 1675. რა გადარდებს, კიმბარო? ამ დასაწყისი სად არის? ამ დასაწყისი. აი შენ. მორი ხვარდი ეს. როგორ გამიდედა? რა ამოწყდები მოდითა. ამოწყდებით კი არის. აი საკო ჩამოვიდე მეც მოვიდე კაცო. აგე? აი ხალხიანი არიან სა. გამწარდეს ხოვრებაშია. აი შეგვარცხინეს ხახნოს. დაგვაგარცხინეს ხახნოს. აი გორაგაგაგალე. აი მე ქალო ერთი. ქვეყანა თავზე გვენგრევა, თქვენ კი მიწასას კებთ. რა იყო რაშია საქმე? რაშია და იმაში რომ ჩოხელებს აღარაფრად გვაგდებენ. როგორ თუ აღარაფრად, ეგ საიდან გამაიტანე ხალო? აგე? ტაშკენტაი დამემოწმება. მოდი აქ ხალო. დამემოწმები კი არა რომ მეცაც ვიზამ. შეთე. მოდი აქ ბალღო. მოდი აქ შვილო. მოდი ბალღო ჩი. აი ამ ბალხს ხომ ხედავთ? არა, ხომ ყველანი კარგად ახედავთ ხალხო? აი ამ ბალხს ცოლი უნდა. ნუ დაი მაგის რა გაცინებთ რა? მე დაიცით რომ ქალმა უარი გვითხრა. ვინა? როგორ თუ უარი? მე და ხომ ისე იყო დაკანონებული გუდამაკარში. ვის კარზედაც არ უნდა მისულიყო ჩოხელი. კოჭნი იქნებოდა ის თუ ბრმა უარი არ უნდა ეთქვას. ეგრეა. ეგრე იყო ყოველთვის. ეხლა ეგრე აღარ არის, არა.
ხალხო ცოლი გინდა ამოიღე ხმა მინდა ამ გაიგონეთ ხალხო უნდა მერე და რა ვინ არ მოგცათ ვინ გიცხათ უარი ვინა და დიდება ამ წარია არ მოგცემთო ის დრო აღარ არისო ყურები გამოიჭიჭკნეთ ბნელებო როგორ ბნელებო ეგრე თქვა ხო ეგრე თქვა ხო სწორედ ეგრე თქვა ბნელებო მას ეს განხდება მხოლოდ ფერდინანდის მკვლელობას თუ გაუტოლდება ეს ხო ნამდვილი კაცუსბელია ვაინა ომი მხოლოდ ომი და ეგაც გაჩოც იარაღის ძალამ ასე არ არის ხალხო ასე არ არის ჩოკეთ შევფიცო დროშას რომ წავალ და ჩვენ ძელადად წესებს აღვადგენ ქალები გვერდზე გადგნენ კაცები დარჩებიან სათათბირო სათმამდე მიდი კაცებში გაერიეშენ გამორჩეულო შენა უპირველეს ყოვლისა ჩვენ მთავარსთან დაგჭირდება სიბერის გამო უარს ვამბობ ამ თანამდებობაზე თავადობ დავიქციოთ ვაჟი გოგი დამოწილი კაცია ომში და ლაშქარში ნამყოფი სორია კარგია ხალხო ხომ მართალი ვარ გავიდე ვაჟი გოგი დიდი მადლობა მეგობრებო ამ ხელან დობისათვის დარწმუნებული იყავით რომ გავამართლეთ მას ასე გადავდივართ საქმეზე არც ერთი სახელოვანი ლაშქრობა ბრმად და ქაოსურად არ ჩატარებულა უპირველეს ყოვლისა თანამდებობები უნდა გავანაწილოთ მე მგონი ჩვენი მამაცი ქალების გარეშე არაფერი გამოგვივა ომი ქალების საქმე არ არის გოგია შენ ახარ სარდალი და შენ გადაწყვიტე აცარე მას ისე იქნება როგორც მე ვიტყვი დედაკაცები მიიღებენ მონაწილეობას ამ ლაშქრობაში ჩვენი ერთი ქალი სხვა 10 კაცის ფასია გაგო მოდი აქ ოჩახ გაკო შენ იქნები ჩემი ადიუტანტი აპარეკ სამხარაული ბალ შენი ნიშნები მემატიანეთ გევალება დაპყრობილი ადგილების აღწერა დადექცრივში დადიო გისმენთ შენი ნიშნები მეზარბაზნე არის ვაკუხებ ყველა დიდ სარდალს ლაშქრობაში თან ახდა წერლები ფილოსოფოსები და ისტორიკოსები ამ ლაშქრობაში ჩვენი ფილოსოფოსები და მწერალ მემატიანეები ბევრ რამეს შეიწერენ იმათგან ვისაც ჩვენ დავამარცხებთ ფილოსოფიურ გამოკითხვებს მე ვატარებ თანახმა ვარ ჩადექით ომი ბევრ დარწაბადებს და ჩემი ყოფნა უცილებელი იქნება სორია ჩადექით მე ცოლი მინდა და უარს მეუბნებიან ამ ხსენი თქვენი დედავატირე მტრებო ვირებო გამყიდველებო ამ ხსენი თორემ წაგასრեք თავებ ნუ ღელავ გალილეი ახსენით ხიარულავ უშენი მოიცა ფერა უკვე ყველაფერი გაანაწილე და მე რა არ მიყევარ ჯარში შენ აქ რჩები გალილეის საგანგებო დავალება გეძლევა შეიძლება მტერი ჩვენ სოფელს დაესხას ჩვენი აქ არ ყოფნის დროს ვინ უნდა დაითვას იგი თუ არა შენ გალილეი რჩები აქ ოჩახ და ახლა მთავარი უნდა შევიმუშაოთ ჩვენი ლაშქრობის ტაქტიკა და სტრატეგია ჩვენ რახან ცოტანი ვართ მთავარი ჩვენს მოქმედებაში სისწრაფე და მოულოდნელობა უნდა იყოს ჩვენი ელვისებური მოქმედებით მტერი ისე უნდა გავაბრუოთ რომ
გონზე მოსწულად ვერ მოასწროს. დასტოვე გაგო, ახლა თქვენ დედაკაცებო. გარახტინაი. შემდეგი. დაციავ. დასტედავ. გამოდი ქალო. თქვენი ნიშნებით მზვერალებად. კეთვალ, ნინვალ. ხიარულავ ქალებში. არის. თქვენი ქნებით ქვეითი მოლაშქრენი, ანუ ინფანტერია. მე მოდია. შენ მერე, გაგო. ზვერალებო, ეხლავე წადით ხეობის შემოსასვლელში და ზვალები ჩამოაყენეთ, რომ გარეშე მტრებს ქნები გადაუკეთოთ. მესმის. ჩონდექით. მომყევით. დედა. აი მოგიკოდა შავქანელი დედა. მიდი კაცებში გაერიე. მაიცა. მიდი შულო, ხალი ხوارა ხარ. კამო, კამო, რას უდრეხარ, ხარ? ხო, მოვდივარ. ჩაღი, შენი ნიშნები ლაშქრის წერლად. მე ამ ლაშქრობის წინააღმდეგი ვარ. იმიტომ რომ ომი ჩემი საზრით უდიდესი სისულელი და ბოროტებაა. მე ვთვლი რომ დიდებანთ მწარია სწორედ მოიქცა თავის არჩევანში არ გაატანა გოგო აი ამასა. ბალყო. აი ისე სწორად რომ კაი თავის მოიუდა იყოს თავის არჩევანში. არავის დაადობის უფლება. აი ისე. ვერალებო. მიხედეთ თქვენ საქმეს. ჩაღი. იცოდეთ დღეიდან სამხედრო მდგომარეობა გვაქვს გამოცხადებული და ყოველგვარი შეპასუხება, კამათი გრძელება, შენი ნიშნები ჩვენი ლაშქრის წერლად მორჩა და გათავდა. ჩადեք ტკრივში. სალომევ, კადუშავ, მართავ, ორი ნაბიჯი წინიარ. აბა, დედაკაცებო, ერთი გვაჩვენეთ რა ხმები გაქვთ. იყვირეთ რა ძალი დაღონე გაქვთ. აბა, 1, 2 და 3. გოგობათ. ჩადեք ტკრივში. მაშასე, დედაკაცებო, თქვენი ნიშნებით თავარ მკვლელებად, პირველები შეიჭრებით მტრის სოფლებში და ყვირილით პანიკასა და დაბრეულობა შეიტანთ. არის. ჰიტლერიკა. სურვა. არიცით, მე გასავლით ბოლოს სამი ქალი გამოდით. ჩემს მოძრაობებს დააკვირდით და კარგად მიყურეთ. ალე. ჰოპ, კარგია. 1, 2, 1, 2, შემომ, ხედეთ, მე მიყურეთ. აბა, ქალებო, ამოდით მაღლა. დაწეკით. ალე, ჰოპ, კარგია. შენც დაწეკი. ალე, ჰოპ, კარგია. დაწეკით. დაწეკით შილვან ქალო, მეც ახლა ვემოვალ. აჰა. ალე, ჰოპ, კარგია ესეც. ხომ არ გაფრინეთ სამ. 1, 2, 1, 2, 1, 2, ფრანცისული. 1, 2, 1, 2, ქალები, განზე, ფეხები, მაღლა. 1, 2, აბა, ქალებო, ევროპული. ვინტო, დათო, ჩეთე, გადი და ხალებში. ვინტო, დაგრული. ჟირი, ხალაზე, ძნელი, ჟირი. ო, კარგია ესეც ასე, დღეისთვის საკმარისია. ზურგის სარდლად ნიშნავ გალილეის. არის. ექიმი არ გვინდა? ღმერთმა დაგვიპაროს და რომინმე დაჭირან. ანავად გაგხვდეს? ო, ექიმი. ექიმს ლაშქრობისას მოვიპოვებთ. მოწინააღმდეგეს წავასწრებთ. დილით მამლის ყილზე ვიკრიბებით, დავიშალოთ. გაგო, შენ ხარ? როგორ მოგეწონა? ჩემი განაწილება, გაგო. ისე რა. მე ასე ვფიქრობ. ჯერ დავიფროთ გარეშემო სოფლები და მერე გამარჯვებულები შევესიოთ დიდებანს. კარგი. ო, მომაწყვაზე გაგო. ორიდან მიგდე ახლა რეებს ვიტყვი. აბა, ვიბღაი, როშასი ემაღლა სიტყვა უნდა ვთქვა. ჩემო ჭრელო არმია, ისწრება მსოფლიო მნიშვნელობის ელვისებური ომი. ჩვენი ვალია ერთი ნაბიჯის მაგიერ, 3 ნაბიჯის წინ და 6 უკან. გასწორდით წელში და შეუპოვარი ბრძოლით ასაღელეთ ჩვენი დროშა.
100 თვალი, 100 ყური. გასაკუთრებით თქვენ, ჩემო დედაკაცებო, წერეთ და წერეთ, ჩემო მემატიანენო და ფილოსოფოსებო, რათა მსოფლიო ომების საგანძურში შევიდეს ჩვენი ესა. როგორია გაგო? ისე რა. შემოლომებო, ჩვენ წინ ჩამოლაურია, ამყევით. გაკო, როგორ მოგეწონა ჩემი სიტყვები? ისე რა. აბა, ეგეთები არ იყოს. დაგინახავენ. კაცია თავი. სადლი ჯურება, შენი კანო დაგინახავენ. ქალებო, აგერ თქვენ? აგერ დინარე. გასწურეთ. არის. ოჩახ. გასწურეთ. არის არა? ერთი. ხოსებო, ინ! მოდი ხალო, მოდი ჩამოვასურეთ. აბა, რა ნახეთ ქალებო? სოფელში მარტო დედაკაცები არიან. მანზე სულ დინებს აქ. ხსოვენ. ხსოვენ რა? გამოდი. გამგავით ქალებო, ოჩა. ესენა, კალო, ჩემი ბალღი სად არის? ხახრო, შენდე, შვილო. აქუხე, არის აქუხე. აბა, ეხლა შემომფიცეთ, რომ ჩვენ ჩოხელებს უპირატესობა გვაქვს ქალების ამორჩევაში. ფიცავ. აი შენ, ამოძევით. აჰა, ამორა. დაჯექებანთ? დავჯექი მე. სახელი და გვარი. ტიგლაურ სოლომონი. რამდენი წლის ახარ? მე 80-ში ვიყავ. შენი საზრით რა არის სიცოცხლე? რა ვიცეო? ან საიდან მოვიდა ის? სიცოცხლე, ვითომ და ღვთისაგან არისო. კაცი რო დაიბადება, თვისა და მთორის სავალსა, მაშინ დაუწერს უფალი თავის თავგადასავალსა. კაცსაო, თავისი ბედიღბალი თავში აწერიაო. რა აწერიაო? ბედი თავისაო. ერთი ქალი ყოფილა მშობიარე. მას ბიჭი ყოლებია. ამ დროს მოსულა სამი მწერალი და ამათ ლაპარაკს ესედაკაცი ყურს უგდებს. ერთმა თქვა, ამ ბალღმა იმდენ იცოცხლო, სანამ ხეზე ახატომა შეძლოსო. ჩამოარდეს და მერე მოგვდესო. მეორემ უთხრა, არაო. წყალმა წაიღოს და იქ დაიხჩოსო. მესამე თქო, აი სანამ ის ნიგზურაი არ ჩაიწვებაო, მანამდე იცოცხლოსო. კერაზე ნიგზურაიენთო, იბალღის დედამა აიღო ეს ნიგზურაი, ჩააქრო და შეინახა. მერე რა მოხდა? გაიზარდა ბალღი. მაიყვანა ცოლი. ინიგზურაის ამბავიც უამბო თავი დედამა. ერთხელ კაცი ცხრიდან მოვიდა და ცოლის სახლში რო არ დახვდა, წისქვეში წავიდა. ალბათ იქ დაუღამდა და არ შეეშინდეს. ისინი იქვე დახუცა. თვითონ კი წამოვიდა, აიღო ის შანახული ნიგზურაი და ცეცხლში დაწვა. იმავე ღამეს მოკლეს იმისაგან მოკლულის ძმებმა. მე თვითონ ეს არ მინახავს, მაგრამ ხალხი ასე ამბობს. შენ რომ ქონოდა ეგეთი ნიგზურაი? დასვადი როდისმე?
ხანდახან ისე მამივაკეჯავრი ჩემ თავზე, შეიძლება მეც დავწვავდი. სიკვდილი. რა არის? რა ვიცი, საიდან მეწოდინება სიკვდილი, რაც არ ვიცი, არ ვიცი. რა აზრი აქვს კაცის ხანგრძლივ სიცოცხლეს? სიცოცხლე გვიყვარს, მეტი არაფერი. რაც უფრო ბერდები, მით უფრო მიტკბება სული. ქვებსა და ხეებს ეყურებათ თუ არა? ხეებს ეყურებათ, ოღონდ თავიანთ ენაზე. ქვებზე კი არა ვიცი. ხალხო! ჩვენ და თქვენ ერთი ხეობის ხალხი ვართ. ერთი ცა გვახურავს მაღლიდან და ერთი არაგვით ჩამოგვიდის ჭალაზე. ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს. ჩვენ ჩოხელებმა გადავწყვიტეთ ავაშენოთ ერთი 500 ოთახიანი სახლი. აი ამ კაკლებისგან კარგი მასალა გამოვა. ახლა რაც შეეხება ქალების გათხოვებას. ვინ ჩვენ არ გვინდა. ისინი ვიზედაც გინდათ იმაზე გაათხოვეთ თქვენი ნება. ჩვენ კი ჩვენი მხრიდან ტყვედ მიგვყავს თქვენი ექიმბაში ზინაი. იპარება! ურაშელა, ჩათვით დაუბახჩი. მარო! ნუ გადაყერებს. მე უკვე ვარ, მარო! ნუ ყვირი ხატორი დაგახლი. ვაიმე, ვიჩელებ! სულასე კეიფში დამიბერე. ბაჟი გოგი, ეს თები ჩამიხატო? ეს უფრო საჭიროა. გასაგები. Tiki. Gagma. Sadi. დელებო, დიდი ხანი არაფერი ისმის საზღვაო ნაწილი და წადით დაკავშირი აღადგინეთ. არის. წადით. კიდევ გაგვეპარები ქალო. არა. დაწავა, ამოიყვანეთ. თან ათეკვეთ. აბა, ამოხტი ზინავ. დაიჭი. აი, ერთი უყურე მასა. ხედავ, კალმახის გამომიზანეს შემაქალებმა ზოგი წვრილი, ზოგი მწვრილი. კაკო, გადაეცი მზარეულებს. გაიქი გასწით გაღმა სოფლისკენ, ამიზუსტებთ მათ რიცხვს და საბრძოლო დისლოკაციას. რა? გაიგებ თუ რა და როგორ არის იქა. გასწით. ხო. გასაგები. საბოსი მარტო დედაკაცები არიან. ტაშკენტა დამემოწმება. ოჩა, ძრელებო, ხო არავინ დაგინახათ? არა. მადლობას გიცხადებ პირად საქმე შეტანით. ჩაღი! დაწერებ ძალება ამ დაჯილდოების შესახებ. გაგო! Поклон. Ох.
დიდი მადლობა, გენაცვლე, დიდი მადლობა. გამომართლე. ჯერა. რაზმო? საბადაკით. დავედი. ალო. სიმღერით. ჯარ. რა არის ეს კაკო? ხალატია. ხალატი. კაკო, ეს აკური მიდერეებს უთმი. აბა, შემოუძლებელო ჭრას სისხლიანებო. არა, შენ წინ თუთქულაურია. ეკვაცად მედგრად. მიფხრით ყველაფერი, კლდანი და ღრანი და დაამტკიცეთ უფლება ჩვენი მერტმუნეთს სარტავს. რომ ფეს ხვა სისხლი გაქვს. მიწარმოწერეთ ყველაფერი, ახალი ძველი მომგვარესლონი. წყურია ამი! მამო, სამხედრო თვალებს. ჩათადა მასწრეთ კლაჭები. როგორია კაკო? ისე რა. აბა, ჩაუხდეთ თუთქუნაურებს. თავს დავახუროთ ბალები. შემოვალებოთ ბოქები. აიარგადი მარჯვნი. ავანგარდი თარჯვნი. არბაზალი ერთხელ. მათიანებო და ჩავლებო თავს დაუხდი. ომსვები იწყებენ. ზარბაზნებს თქვენ გათრევინებ. ფეხი მაღლა, ფეხი დაბლა, ზეკ. მოვედი კაკო. სადო რაზმე დაწყობილია. დასტოვე. ეგრე გადამიხადეთ არა. ეგრე მეცით პატივი არა. მზვერალებო! სამი და ბიჭი წინიას! აკი სოფელი დედაკაცები ცავსიავო? სათემო დროშას აფიცავად იყვნენ. მერე და სად არიან? დაგინახათ ვინმემ? იცავ, არავისას არ დაუნახივარ. ტომის? ეგრე. ჩაღი, გაუქმებ ბრძანება მათი დაჯილდოების შესახებ. არის. კაკო. დროშა არ გამოვკიდოთ? არა, ჯერ არა. ჯერ ხომ არ ვიცით. რას გვიპირებენ? გაამაგრეთ ალყა. გადაკეთეთ სოფლის ყველა მისადგომი. ისე რომ ჩიტით ვერ გადაფრინდეს აქედან. მიხედეთ საქმეს. გამოდი, ხალხო! საღარეს გააციანდა. დედა, შენ და შავი წირი. გამოდით ნუიმალები თორემ გადაგიბუგავთ თალსაფელს. ხუთამდე ვითვლი. 1, 2. ხალები მაღლა. დაიჩოქეთ. კაკო ხედავ რა სტრატეგია. დაიჩოქეთ მეთქი. დაიჩიკავო. ალყა შემოარტყით. ჩიტით არ გაფრინდეთ აქედან. აბა ახლა დაიფიცეთ რომ დღის მერე არც დაგვემალებით. ქალებსაც მოგვათხოვებთ გაუჭიანურებლად. და კიდევ სხვა რამეებსაც შეგვისრულებთ. ფიცავთ. სახელი და გვარი? ალოდავა. ზეკალაი. რამდენი წლის ახარ? 60. შენი საზრით რა არის სიცოცხლე? სიცოცხლეცა და სიცოცხლეც. კარგი, აბა მითხარი, წყალმა ფიქრი იცის?
იცისა. ქვაბა? ქვამარ. ხემა? ხემაცა. მას გამოდის რომ ხეებით როცა გრძნობენ. რა გამოდის? კარგი, აბა მაშას მითხარი. ცხოვრებაში სიტყვა მეტი გინახავს თუ სიმწარე? სიმწარე. სიცოცხლე გიყვარს? რათა? სიტყვა. მიყვარს. თუ ეჭვებაშად? აბა ეს მითხარი. მტერი ავს. აბა რა გითხრა? ტრაღმერცად გიყავ. მაშინ ისდები, განაშენდება. ღმერთს მტერი ხავდეს. ურწმუნოა. რატომ გვემალებით ქალო? დაიჩოქეთ. ვისეუბნებიან, დაიჩოქე მეთქი. დაიჩოქე ქალო. გათავისუფლეთ მოედანი. არ დაიჩოქეთ. არ იჩოქებთ რა? მას არ იჩოქებთ რა? ხიარ ულავ. საჭიდაო დაუკარი. გამოდი მეთქი განახტირო. Tell him stop looking for a parchment from the reality. Che sulla da là. Semi vedi l'ottime, e sarei che sulle calò. Rasmo! Tadek! მიყიდა შეგხვდები. შაჩარდი! გამოსათხოვარი სიტყვის და დამავისდა, ვაშიკოგი, მოაბრუნე ლაშკარი. რაც იყო. დრო არ მაქვს მოსაბრუნებლად. მეორედ კიდე მოbrunება თუდის ნიშანია. აბა უსიტყვოდ როგორ იქნება? ძალიანად კარგად იქნება. შემდეგში ყურადღებით იქნები. ყველას მაგიერ მე ხო არ ვიფიქრებ. ყველამ თავის საქმე უნდა იცოდეს. ქალებო, ჩვენ საერთო სახლის აშენებას ვატირებთ. სულ ყველაფერზე თანახმავარ. ხო და უჩვენო არაფერი გადაგწყვეტოს მან. თანახმავარ. აბა, წავედი. რა უყურებს? ხარი ჩამერდი რა მომიყვანი. რა იყო ლეო? ხარი ჩამეფრო თოში და ვეღარ მომყავს. დაუყო. ტარიმახია. შერაგესმის ტარიმახიისა ლეო. აი როგორ უნდა ხარი სამოყვანა. ტარამახია. სოფელში ერთადერთი დედაკაცია. ისი ტუტი ტუტს ეკდება. როგორ თუ კვდება? შენი რა ბრალია? დედაკაცი თელ საქმეს ჩაგვიშლის. არ გადი დარჩეს, ამა გადიტერო. სახელგაფარი? დას, ბედოიც. რამდენი წელი გინდა სიცოცხლე? იგანა ანთელენა მასოთი წელი იცოცხლა. მაინც რამდენი წელი გინდა იცოცხლო? აბა რა გითხრა შილო.
ბედის მწერლები თქვენ ახარ და თქვენ გადამიჭრეთ. სიცოცხლე. კარგია თუ ცუდი? ზოგისთვის კარგი, ზოგისთვის ცუდი. რა აზრი აქვს სიცოცხლეს? მაშ მეორედ მოვლე მკვდრები. არა. შენ კარგად იცი მიქელ გაბრიელ უკან არავის აგზავნი. მაშ სულიც მიწაში მიყვება ხორცს. არა, სული ზეცაში ადის, ხორცი მიწაში ჩადის. ღმერთი არის? არის. ყველაფერი არის. შენ ძალიან კარგად იცი, მაგრამ მე მცდი. ბოლომად რომ გააქვს რაიმე, რაც ნატრები? აბარა, ერთი უბადრონო ქალი ვარ. შვილი ომში მყავს და გარკვეული იმის ნახვას ვინატრებდი, მეც არაფერს. საბოლოო სიტყვას რა სიტყვები? გიორგი, შენ აღარ. გარდაიცვალა. გამარჯობათ. სოფელში ერთი მოხთიკაცია. 5 ქალი და 2 მთვრალი. იმაცინათ. ხო არავის დაუნახეთ. ოჩაღს ვერ არის. ჩაგი. დაწერებ ძალება მათი დაჯილდოების შესახებ. აბა მომყევით. ვინც კაკლის ხეებს არ დარგავს. ის მერც იმ სასადილოში შევა. მე მოვჩი. ფიცა. იმ ლოთებს თვალი არ მოაშოროთ. ეს შეიძლება შემოგობა იყოს. აბარეკ წავიდეთ შტაბში თათბირი ჩავატაროთ. გუგეშინიათ მე ვარ. რასია საქმე? საზღვაო ნაწილის მიერ დაკავებულია ჯაშუში. სად არის? კარებს უკან. შემოიღუნე. არის. მიდი. საზღვაო ნაწილმა ჯაშუში გადმოგვცა. შეხსენით. ვინ ახარ? რა ხარ? სადაური? აცანაურელი ვარ, მერაფნელიკიშვილი. საიდან შემოხვედი? ხეობიდან. როგორ? ხეობას დოლებით არ იყო ჩაკეტილი? არა. შემოხსენით მაგათოდოლები! რამის შემოხვედი? საფეზო. საბუთები გაქვს? მაქვს. წარმოადგინე. ეხლა რა? აი, ხომ გეუბნებოდით, ეს ჯაშუშების ილეთია. დაიჭერთ ვარა იმ წუთში იტაკებენ ამბულანს პირში, მერე მიდი და დაგითხე საიქიოში. ეს რა არის? ბულავკა. რა გიძდა ბულავკა პირში? ჩიბის გასაკრავად. ეს შეგეკითხები რა გიძდა მეთქი ბულავკა? ჩიბის შესაკრავად, საბუთები რომ არ და... ჩიბლერია! მოდი აქ. ეს რაღაცა ეჭუა.
შეინახე როგორც ნიფტკიცება. რა მიზნის შემოხვედი? თევზაო. ზამთარში ვის გაუგია თევზაობა? ყოველთვის ზამთარში თევზაო. აი ზემოთ ერთი ადგილია დატბორილი. იქ ყოველთვის ბევრი თევზია. ხედავს, ესე ცოდნია. ეხლა კი წყალი არ გაუვარ რომ შენ ნამდვილად სადღაო შპიონი ხარ. ზღერებო! შენ ჩასვი დავბახში. დაბუდი. აბა ეხლა ყურადღება. პირველ რიგში ყველა მე მიყვარს. და შორიდან მთელი შემოწმება. ჩვენ ბრძოლით გამოვიარეთ ხუთი სოფელი და ახლა კოტორიან მიხისტვა, მოხისტვა. საბრძოლოზე მამაცდება გალილეი. მოხისტვა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აქ. მოხისტვა. აბა გაილიო და შენ მაკაცობამ. გამოგიძახებ. მანამდე ფეხი არ გააქვს ფუტკერი შემოგეცნი. შეგვაყვინეთ. მიხ მოგაფრთხილებ გალილეი რომ ხეობა ჯაშუშებითაა სავსე. ჭუ ბაჟი გოგი ბოჩა საგო მოდი გადაეცი ჰიტლერიკას Пушка. О, как я. Иди. Хопля, Галилейчан! ჰიტლერიკა მიუტანეს იმ ჯაშუშს თუ როგორ დრომა შემოგვეცნობა. არის. შენ ბიჭო, ჰა? შენ არა უკულტურები ხوارა გონი ვარ ჩვენა. გაიჭი. როგორია რასა? რა ქვია შენ სათოლესა? კეთინო. ხომ არ გადაგიფიქრია ბიჭო? ხომ გინდა? მინდა. უნდა. მთავარია შენ გინდოდეს. თორე თუ ესე კარგად წავიდა საქმე, 3 დღეში ქორწილს ავაგუგუნებ. 3 დღეში. სახელდობარი? ვანო ბურდული. რამდენი წლის ახარ? 76-ში ვდგავარ. რა სიტყვის სიყვარულზე? რაღა დროს ჩვენი სიყვარულია. აბა სიტყვას ბანძანო მიგდებ. რა არის იღბალი? აბა როგორ გითხრა, მოდი ისე ვისაჯობია ერთ ამბავს მოგიყვები. აბა მოყევი. აი იმ ნანგრევებს ვხედავ სოფლის ბოლოში. ხედავ. დიდი ხნის წინათ იმ სახლში ერთი გოგო ცხოვრობდა. იამზე ერქო სახელად. გვერდზე სოფელში კი 2 მეგობარი იყო. ერთს გაგიერქო, მეორეს კი ჯარჯი. ორივეს ის ქალი უყურდა. ორივე მიცოდა ესა. იამზეს ჯარჯი უყურდა. ესეც ორივე მიცოდა. ერთხელაც სანადიროდ ხამე მთაში მოუსწროთ. ერთი გამოქვაბული ნახეს და გადაწყვიტეს ის ხამე იქ გაეთენებინათ. ხედავს ადამიანი ამოსულა. ვინა? აი ის ნად. ეხლა რო გესწავლო, ხო ვერავინ ვერ გაიგებს. რას ვერ გაიგებს? იმას რომ მე მაკალი. აი ნარს ხედავ. ხედავ. ხო და იმას ვატყეინებ რა შემოგვა.
გაგიმ მკვდარი ყინულებში დამალა. 5 დღე მთებში იხეტიალა და სოფელში ჩამოვიდა. გაგი არ მოსულაო, არა 4-ს. ამის მერე გავიდა 15 წელი. ამასობაში გაგიმ იამზე შეირთო. რაგაცინებს? მითხარი რა გეხვეწები, მე ხო არაფერს გიმალავ ხოლმე. კარგი, გეტყვი. აი ნარს ხო ხედავ? ხო, ხედავ. სიკვდილის წინ ჯარჯი მითხრა, რომ მამკლა აი ნარს ვთქვენებო შენ მამკალიო. აბა ნარს ისე თქმა შეუძლია, ჰა? გულთან უნიტან სარდალო წასვლის დროა. ხო, სწორია. წავედით. ხომარ დადადიანდი გაგო. ისა რა? სოფლის უკაცურობა მადარდებს. სიბერე მადარდებს, შვილო, სიბერე. შვილი ომში მყავს და კარგო. მე რა მადარდებს. ჩემდაც ვინმე მე სხვას უყრავდა, ისაც როგორ უნდა ისეცება. ხალათი რა დაიწყება? მენა დავკარგე. მენა. ჩემი დარჩა. გიში ვარ და ის. უშვი მე ის მადარდებს რომ მის ხალები ბავშვებს ავარაჩი. ერთ ადამიანში. ნამუსი და კარგულიაში. ის დახვედრა რომ არ შეიძლება უწინდებოდ. ის მადარდებს. სელბურნიას ხოლმე კარგებდა მეცის მადარდებს. სოტანი რომ ის მადარდებს. ეგა ჩემო ლომებო, თავარი ახლა კიტოხი ავიღოთ. და გუდამაღარი ჩვენია. კიტოხი, სხვა სოფლებთან შედარებით კულტურული სოფელია. მათ სკოლაც კი აქვთ. გამოცდილებით ვიცი რომ თუ აქამდე კულტურულად ვექცეოდით გაუნათლებელ სოფლებს, განათლებულებს ველურად უნდა მოვექცეთ, რომ დავიმორჩილოთ. მარა, ახლა შემომხედეთ რას ვიზამ? წავიდა. თქვენ კულტურულებო თქვენა. ბიბგაი, თიმბარ, მოდით აქ. დადი, დაათვალიერეთ სკოლა. ხომ უნდა ვიცოდით რა სასწავლია ბავშვებს. ავერი. ვაჟი გოგი. ხო. შენ კი ჯარი გაატარ გამოატარე. ხო. ბავშვებმა დაინახონ თუ რა ძალა. მიდი მოვდივარ. რაზმო, დადეთ.
ნაბიჯითარ თუ უნერგავთ ბალღებს ჩვენი გვარის მორჩილებას. კი, უნერგავთ. შეგიძლია დაიწყოთ. თუ შეიძლება თქვენი ბალღების ფილოსოფიური დონე შევამოწმოთ. კი ბატონო, შევამოწმოთ. ვისგან დავიწყოთ? აი, ამ ბალღიდან დავიწყოთ. სახელი და გვარი? მე ვქია მერაბ ბექაური. სიზმრებს უნახულობ? კი, ვნახული. რომელი სიზმარი გახსოვთ? შუა ზღვაში ვარ და ქვევი მეცემა ზემოთ. ზღვა გინახავთ? ცხადში? არა. რას ფიქრობ? რა არის სიზმარი, რა ქვეყანა? საიდან მოდის? ამ სად მიდის? სიზმარი არც მოდის, არც მიდის. ის გვეჩვენება სიზმარში გველანდება. მერაბ, რა უფრო გიყვარს? თუ ყველაფერი. ყველაზე ძალიან? მაინც? დედა, მამა. კიდევ? აბა რა ვიცი, თუ ყველაფერს მიყვარს. როგორ აგგონია? ეს ქვეყანა ვის შექმნა? რა ვიცი, მოხდა ერთი ამბავი და რა ამბავი? რაღაც სულიერობა. სიკვდილისა გეშინია? არა. რატომ? იმიტომ რომ მაინც მოვკვდები. ვინმე მრობ გითხრას? ბაყაყად გადაიქეცი და არასოდეს არ მოკკლავთო. გადაიცეოდი? არა. ამ თას დასასრული აქვს? არა. დასაწყისი? არა. არ გეშინია? რის ამლა მეშინოდეს? უსასრულობისა. როგორ თუ უსასრულობისა? აი რომ არც დასაწყისია, არც დასასრული. მაგას რა ჯობია? რომ გითხრან ერთი დღე რათაც გინდა იმად გადაიქეციო, რად გადაიქცეოდი? გუგულად. რაღაცა გუგულად. კარგია გუგული, გაზაფხულს გვახარებს, მთელ დღე ატკბობს. არ ემარეს გაზახეს. არა გვად არ გადაიქცეოდი. არა. ჩამოვარდებოდა ვინმე ჩემში დავახრჩობდი, წავიდოდი და ვინ საწავიდო. ვალად? არა. რატო? მომწყვეტდა ვინმე ჩავჭკნებოდი, ჩავხმებოდი. ჩაჭკნებოდი? ჩაჭკნე. მასწავლებელი რას გვეტყოდა? სიყვარულზე. რომელ სიყვარულზე? აბალა? დიდი გზა და მოვიპოვეთ მყიდვალე გამარჯვებები. სოფლიო ისტორიას არ ახსოვს ისეთი მთავარსარდალი როგორც ჩვენი ვაჟი გოგი არის. გაუმარჯოთ ჩვენ ვაჟი გოგის. აღარ მოგწყვეტ ამდენი წაწალი. მოგცეთ აღმოდაღმა სიარულს და წავიდეთ სახლებში. ძის ომი, ძის მთავარსარდალი. ჯო? გაგიზდა? აბა მოუხმეთ საველე სასამართლოს. აბა რე საველე სასამართლო ჩემთან. არის. ატკებოდი. ნაორეთ მიქარავე რაღაცა. ადაკ წამოდი. მომგავით. შეძახა არა შენი. ნუ. ხალხო, ჩვენ და თქვენ ერთი ხეობის ხალხი ვართ. ერთი ცა გვახურავს მაღლიდან და ერთი არაგვით ჩამოგვიდის ჭალაზე. ჩვენ გასაყოფი არაფერი არ აგვაქვს. თქვენ უფლება არ აქვთ. უარი უთხრათ ჩოხელთ ქალის მიცემას. ახლა მეორე. ჩვენ ჩოხელებმა გადავწყვიტეთ ავაშენოთ ერთი დიდი 500 ოთახიანი სახლი. ამისთვის კი მასალა გვჭირდება და თქვენ აუცილებლად უნდა დაგვეხმაროთ.
მოლომებო, ჩემს წინ ბუსარჭირია. ისე უნდა შევიპაროთ. ისე უნდა შევიპაროთ. ისე უნდა შევიპაროთ, რომ ნიავით არ უნდა გახანდეთ. ადეკით ლონებო, ასე არ დარჩეთ. მე აქ ცები. ინანტოლობას გაგიწევ ჩემი მრავალნაცადი ადიუტანტი. დაგო, დაუძეხ ლაშქარს. არის. ლონებო მომყევით. გაშალეთ მარსელენ ფრანგი, გაშალეთ. გაგაგიგმიდე, გაჩოდი თუ დაგაზაშია. პეტენზია. სოფელი აღებულია. ოჩას ჩემო გრიტოს. მაიტა მედლები. მაიტა. ამდგარი მხეცი ხარ, კაკო. გურსაჭილელებო, ყველა კარგად ხედავთ, რომ წინააღმდეგობის გაწევა ხელს არ მოგცემ. პირობა მოგვეცით, რომ არასოდეს გაგვიწევთ წინააღმდეგობას ქალის საკითხში. ქალის საშუალება რო იყოს, ჩემთვისაც კარგი იქნებოდა, თორე თქვენ ვიღადაგიჭერდა. შენა, ბიჭო. აბა ეგეთები არ იყოს. მე სიყვარულზე გეუბნები. გასაგები. სახელი და გვარი? ბურთა აფციაური. რა გადავდეს, პაპალ? ამ ქვეყანაზე დარდი რო არ ილევა ის მადართებს. როგორ აფიქრობ? ჯიჟი უფრო ბედნიერია თუ ჭკვიანი? ჭკვიანი? რატომ? იმიტომ რომ კარგი ჭკო აქვს გიჟზე. იქნება გის თავისი ჭკო უფრო მოსწონს. მაშინ რა იქნება? მაშინ ბედნიერია, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ იმის ჭკო არ ვარგა. რა არის ბედნიერება? კაცი რო ამ ქვეყანაზე მოსაგონარს დასტოვებს, ის არის ბედნიერება. რა სინატრებდი? აბარას მე მინახია, როგორ ყოვდნენ პაპაჩემის საფლავზე იები. მეც ამას ვინატრებდი. რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე სევდა არის. ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილი? სიკვდილით სევდა არის. ადამიანად არ ყოფნის სევდა. მაინც? რა ვიცი, აი ერთ ამბავს მოგიყვებით თუ გინდა. აბა მოყევი? ადრე ყოველ წელიწადს აი მთაზე ციკარს აკლავდნენ ნიშთან. დეკანოზი მთის წვერიდან თავმოჭრილ ციკანს გადმოისროდა და ხალხი ცდილობდა სამანს ზემოთ დაეჭირა ციკანი. წყალუდა ხალხს. წყალუდეს ხათი. შენის მწყალბელი. ღმერთო დიდება შენთვინა, ღმერთო მადლობა შენთვინა, ღმერთო გაუმარჯე ღვთისკარის მაშვენებას, მთავარ ანგელოს, შენი სახელი ჭირიმე. ელიასა და ზაქარიას გაუმარჯე! მოკვდება ვარასი. გაიგონე? რა? ციკანმა დაიკიდა. მოგეჩვენ ალბათ იცის ხო? რატო არ კვდება? ამდახან ასე იცის, იგვიანებს, სანამ სიკვდილი არ მოაკითხო. რომ არ მოაკითხოს? ეგ არ შეიძლება. რატომ არ შეიძლება? ეგეთია წესი. რომელი წესი? სიკვდილისა და სიცოცხლის წესი. Tagi, agati, kalia, zalate mai
ალბათ ხატის. იმიღებთ. სტუმარ ღვთისა, მოგძან. სტუმარი ღვთისა. აბა, თაგულის სტუმარო. გაგიმარჯვეთ. კარგად იყვენით. სიკეთე და სიყვარული ნუ მოგიშალოთ ღმერთმა. დარი. არასო, არა ვარ მიჩვეული. როგორსო? კაცი ვერ ხარ. ერთგანს როგორ ვერ დოლიო? შემოსწრებისა. გაცნობისა. არასო. ხორცი მეერთვის სტუმარო. არა ბჭა. მაშენი საქციელი არ მომწონს. არა უკადროლო. მე მაგას ვუნ. ვასწავლი საქციაცა. აი საჭმუნავ. სტუმარი ღვთისა. რა გინდა? ჭმუნავ. მე ჩემი მithქვამს დავიწყე კიდეცა. ხანძი თუ გამოართი კიდეს უნდა დალიო. შენ არ გეწყინა სტუმარო. ჭმუნავ ყველასთან ეგეთი ახირება იცი. არა, რატომ უნდა მეწყინოს? რასაპირებენ? ძალასაცდია. ვინ ძლიერია, ის გადასცემს იმ კოდს. შეიძლება მეც ვწადო. როგორ შეიძლება? მიდი. დაუკარეთ. გამარჯვებული სადღეგრძელო უნდა დავლიო. მოდი. არ გვიწყინო კი ასტუმარო სახელს რომ გეკითხებით, მაგრამ წესია ეგეთი. გამარჯვებული სახელი სადღეგრძელოში უნდა ითქვას. სიკვდილი. რა? სიკვდილი მქვია. ხო მართლა. ტყუის? არა, არ ვტყუი. მე რა გინდა? მე ვარ სიკვდილი. თქვენთან ადამიანური ყოფა მომენატრეთ და იმიტომ მოვედი. საუკუნეების განმავლობაში ერთ დღეს შემიძლია ადამიანად ყოფნა და სწორედ ეხლა დამიდგა ეს დღე. ერთო შეიმშვი. მომისმინე. მოიცა. მომისმინე. დღეს ზის ჩასლამდე მოხს ადამიანად ყოფნის ვადა. მერე ისევ სიკვდილად ვიქცევი. იცით რატომ მოვედი? ძალიან მომენატრა თქვენთან ყოფნა. კარგად ვიცით შენი მონატრება. ჭმუნა,
ერთი დღე მაქვს ადამიანად ყოფნისა და ძალიან გთხოვ მოჩანწა. ნუ იტყუებლი. რას ვიტყუები? სიკვდილი კი არა. ვაცი რა კი ხარ, ვიღაცა ხარ. მაიცა ჭმონა, სტუმარი ხდისა. რატო არ აგჯერათ? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? თუ გინდა ნუ დამიჯეროთ. მე კიდეც გამიხარდება. დღეს ისეთი დღეა. არც რა სულიერი არ მოკვდება ამ ქვეყანას. მაშინ ციკანი! ეგ არ მომკვდარა. როგორ არ მომკვდარა? არ შეიძლება რომ მომკვდარო. დღეს მე ადამიანად ვიქეცი და მზის ჩასვლამდე ასე იქნება. დღეს მარტო ჩემი მოკლა შეიძლება, სხვა დანარჩენი არაფრის. ის ციკანი კიდევ ცოცხალია, ეგერ თავი მოდისულებდა. გაშინებთ ხალხო. მე თქვენთან სამხიარულოდ მოვედი. მოდით ვიმხიარულოთ. სიკვდილს გაუმარჯოს. შენს გაგიმარჯოს სიკვდილო. სიცოცხლე შვენობს შენითა. მოდი. ძმად გავიფიცოთ სტუმარო. გავიფიცოთ. შენი დედა, ჩემი დედა, შენი ძმა, ჩემი ძმა. შენი და, ჩემი და. გაეფიცე ბერო. იქნება მზის ჩასვლამდე თან წაგიყვანოს. იქითკანაც გზა გქონია. იცოდე ვინ შენ გაწყენინოს? მე მაწყენინოს. გაიგე? ერთი დღე მოქვს ადამიანად ყოფნისა და ძალიან გთხოვ ჩამომწარე. მე რომ ჩამამწარე ეს ცხოვრება. გთხოვ დედი, მეც დღეს თქვენნაირი ადამიანია. მე არ გებრალები. იცი დედი, დღეს მე ყველა მებრალებით, მაგრამ როცა ჩემ მოვალეობას ვასრულებ მაშინ. თუმცა რომ გითხრა არც მაშინ სიამოვნებს მაინც და დედა ყავში. არა. ობოლი ხარ. ხო, ობოლი. აბა ეხლა თქვენ თვითონაც თქვით რა ყოფილა სიკვდილი. მე მეტი არა ვიცი. აბა კარგად იყვით.
სარდალო მევდოლმალი ამ ბიჭი გააჩინა. ვისგან? სანავაშ კაცები ჭირდება ბიჭო სამშობლოს. ეს ერთი და სხვა მრავალი. ხალხო, ახლა ჩვენ ერთით მეტი ვართ. წინ დიდებანია. მომყარით. ბრაზმო. ჩვენ წინ დიდებანია. ეს ჩვენ დიდი დღესასწაული გველოდება. ახლა როცა მთელი გუდამაღარი ჩვენ ხეხა კაკლებისა და ქალების მოსახლეობის მეტი რაღაც არჩენიათ იმ ბეჭდას თუ არა უციყო დამორჩილება. აზერბაიჯანზე წასვლა არ არის საჭირო. სწორია, დასაზღვრად წასვლა არ არის საჭირო. სადით ჩვენთან ჩოხში და გალილეის შეატყობინეთ, რომ საქორწინო სუფრა გაშლა. ხო. მესმის. შეთე. მოდი აქ. დღეს საღამოს მოგისვამ შენ შეყვარებულს გვერდში. აბა, წინ, დიდებარისკენ. აი, ხომ გეუბნებოდი თვითონ გამოვლენ, ჩვენ შესახვედრად მეთქი. რა დიდებული წუთია? აბა, დაშეკეთ სიმღერა. თახია აქეთ. რა მოაცმათ ნეტარია? ტირია. როგორ ტირია? ეს სიხარული ტირილია, უხარიათ. უხარიათ, რომ ასეთ სახელოვან ხალხს ისევ ერთგულებაზე დაგვიფიცებენ. კუბო მოაქვს სარდალო. როგორ თუ კუბო? რას მოსდեք? ვისასაყარებთ სიყვარულს. კეთილოს და მიხას ბიცი კონდათ მიცემულ ერთმანეთისათვის. მე მიხა გალახსავიდან. ჯერი წერებოდა წერილებს, მერე ხანდა მერე სულ შეწყვეტა. წერილი რომ აღარ მოვიდა კეთინა, მიხა საცებრად წავიდა ალბათ რამე უჭირს. რაზე ილაპარაკეს არ ვიცით, მაგრამ ხმა დაერხა თითქოს მიხას უთქმს, რას გადამეკიდე მამწყდი თავიდან. ქალაქიდან მიტკალებით თეთრი ჩამოვიდა კეთინოდა. ხალხო, სადახართ აქამდე? საქორწინო სუფრა მზად არის უკვე. თქვენ ისე ვაკა ხართ? ბიჭო, შეთე, კეთილო სად არის? მარხავით. როგორ თუ მარხავ? ვის მარხავ? ვის მარხავ თქვენი დედავატირე? ვის მარხავ დაგასლექტავებს ყველასა? თქვენ ხეთზე მოჩვენა, ნადირებო რა საკეთეთ?
ღმერთო, რა შორს ყოფილ? იკაცი ვეღარ. გამეხარდაია. დარდები შემგროვებელი. აი ეგრე დადის და ღმერთს ეძებს. ამბობს რომ ღმერთო. სიმაღლე უყვარს და სადმე მთის წვერზე იქნება. იქნება რამე უშვილოდ. რა უნდა უშვილოდ? მოიჩქროთ რა. დიდება შენ და ღმერთო. რამ შეგატყო? ღმერთო, აი ეს გუდა და ეს წიგნი ხალხის დარდებით მაქვს სავსე. გაგვიქარვი აგრემს დაილოცები. ეგ ძალიან ბევრი. ამოერჩიე მაგზარდებიდან ერთი. რომელიც გინდა და იმას გაგიქარ. მეც კი ნუ ღარ მოფ. ხო. ო, შენი სახელი ჭირი. ო, აი. არა. აი აქ. არა, ეს მინდა გაურებისა. ო. აქ არის. შენი სახელი ჭირი. აქ. გარდი ნომერი პირველი, ღმერთო. ამბობენ ომი იწყება, კრეფენ სამხედრო ძალებსა, დაგუყვენ დედამიწასა, ჩამოაგდენ მთვარესა. ამბობენ იმ ომის შემდეგ აღარაფერი დარჩებაო, აღარც მდარი, აღარც ცოცხალი. მოდი ახლოს. შვიდად იყავ ეგ არასოდეს არ მოხდა. სადი ახლა და მშვიდობითია. შეისმინა! 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 შეისმინა ხალხო! შეისმინა! აბა მიხა, რაღაც უდიხარ კაცო, წელი ზროა.